გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტივის ერთგულო მაყურებლებო, ახალი წელი მოგვიახლოვდა და რა ვიცი, ჩვენს შევეცადეთ პროექტი საქართველოს გუშინ დღეს ხვალ წარდგენილიყო თქვენს წინაშე განსაკუთრებული არომატით, არომატ სახელად ქვია ბატონი გია კვაშილევა, ბატონო გია, მოგესალმებით. ეკონომისტი, მათემატიკოსი, დოქტორი, მეცნიერი, კულტუროლოგი, ისტორიკოსი, ღვთისმეტყველებას და ფილოსოფიასთან ახლოს ყოფილი და რა ვიცი, მათემატიკა ყველაფერი ერთად. ბატონო გია, მოგესალმებით დიდი პატივისცემით. ძალიან ესეთი კარგი დესერტი გამოვიდა შეიძლება ითქვას. სერიოზულ თემებზე ვილაპარაკეთ, გვპირდებით აუდიტორიას, რომ პოლიტიკის ნასახი არ იქნება და მძიმე თემებზე დღეს ვეტო დავადევით შეგნებულად. ამიტომ მინდა რომ კულტურული წიაღსვლები, ეს რაც ეს ქვეყანა, ეს ეთნოსი რაზეც ადგას, ასე ვთქვათ, იმ სათავეებთან მივიდეთ, იმ საწყისებთან და ამაზე დიდი ადამიანი და კომპეტენტური ამ სფეროში იშვიათად არის და ამიტომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, დარწმუნებული ვარ. ბატონო გია, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობელი რომ მოგზავნით, ხშირი ურთიერთობა გვაქვს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ პარასკევს იყო ბატონე გია ხელახლა გადარჩეული იქნა ფაზისის, ასე ვთქვათ, რექტორად, ხელმძღვანელად, აბსოლუტური ხარდაჭერი, ერთ კაცას თავი არ შეუკავებია, როგორც ასეთი და დანარჩენი ვინც ვიყავით, გულშემატკივრები, ამას მომსწრენი გახდეთ, როგორც ყოველთვის საინტერესო ლექციები, ძალიან ღრმა ლექციები, მისტიკასთან, ისტორიას და ისტორიას რო ამოატრიალებს და კაცობრიობას რაღაც ახალ სათქმელს რო ეტყვის, ესეთი ლექცია იყო, ესეთი შეხვედრა იყო და მინდა ბატონო გია განვაგზნოთ, ასე ვთქვათ, ეს გზა, ეს სულ უნდა განვაახლოთ, სულ ახალი და ახალი იდეები უნდა ამოუწურავი თემა არის, მეგობრებო, დამეთანხმებით, მით უმეტეს, როდესაც ესეთი ადამიანი არის საჭესთან, როგორც ასეთი და მინდა რომ ეს გზა გავიაროთ, ეს 55 წუთი გვაქვს მოცემული და მინდა რომ გავიაროთ. ესე ბატონო გია, მოგესალმებით და 1-2 სიტყვა ბრძანეთ და მე დიალოგის რეჟიმში მინდა რომ წავიყვანო რა ესა. პირველ ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენ გადაცემაში. მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ თავად თქვენ ბრძანდებით ინტელექტუალი პიროვნება და ჩემთვის ეს დიდი სიხარულია, როცა საუბარი გაიმართება ამ მნიშვნელოვან თემებზე, იმიტომ თქვენ ძალიან ღრმად განათლებული პიროვნება ბრძანდებით. პირველ რიგში გავიხსენოთ ის, რომ თქვენ უზენაეს საბჭოს წევრი ბრძანდებით, ის უზენაეს საბჭო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. ახლა ჩვენ რომ ასე ბედნიერად გვძნობთ თავს. აღადგინა უბრალოდ. ბედნიერად რომ გვძნობთ, თქვენს მხრებზეა ეს გადასული და ღმერთმა ჯანმრთელობა და მრავალ ახალ წელს დაგასვათ უფალმა. იცოცხლეთ ბატონო გია და რა ვიცი ახლა მეორე ახლა მინდა გადავიდეთ უშუალო სარკმელზე და წინასწარ კიდე ბოლოშიც მიულოცავ ხო, მაგრამ სულ ეს საახალწლო განწყობა მინდა შეიქმნეს, იქნებ გვეღირსოს და ამოვიდეთ ამ ჭაობიდან დაწყებლილიდან, ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვიპოვოთ და ერთმანეთ დავანახოთ ის, საიდანაც მოვდივართ, დასაბამი და დასაბამი ესეთი არის, რომ ჩვენ რო ესეთ მდგომარეობაში ვართ, ეს არის შეუფერებელი და იმ ხალხის უპატივისცემლობა, ვინც დაარსა ეს ეთნოსი და ცივილიზაცია, სრული პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ. მე ეპოქაზე ვლაპარაკობ და კონკრეტულ ადამიანებზე ამ შემთხვევაში მეც არ ვიტყვი, არ შევეხები არაფერს და გადავიდეთ ახლა თემა. თემა არის როგორც ასეთი 5000 წლიანი, ასე ვთქვათ, აღრიცხვა, ასეთი ჟამთაღრიცხველი რო ჩაერთოს, ხო? და აი ამ თვალსაზრისით იყო ხო ესეთი ჯგუფები, ეთნოსები, სანამ სახელმწიფოებრიო და ეს ეთნიკური კოლხური იბერიული წარმონაქმნი ჩამოყალიბდებოდა, ხო? მანამდე თითქმის პრეისტორიულ პერიოდს ვიხილავთ და შევდივართ იმაში და შემდგომ უკვე ეს ეპოქალური ესენი პირველ ქრისტიანების შემოსვლა, ეს ტრანსფორმაცია, ინსტიტუტების შემოსვლა და ასე შემდეგ და დღევანდელი და მანამდე კიდე ამ ხმელთაშუა ზღვაში ამ ცივილიზაციის წიაღსვლები და ასე შემდეგ რა. ეს არის უნიკალური თემა და
ეს ქვეყანა, რომელსაც თავისი სახე, ისტორია, აქედან გამომდინარე ფუნქცია არ გააჩნია, ეს ვერ იარსებებს. თუ იარსებებს, ცოტა ხნით იარსებებს და ვიღაცა შეერევა და თავის თვითყოთობადობას დაკარგავს, თავის სახეს დაკარგვას, ჩვენ კი ამის უფლება არ აგვაქვს, იმიტომ რომ უზარმაზარ კულტურაზე ვდგევართ. ეს ხალხი, ვინც სათავე ჩაუყარა საფუძველი ამ ყველაფერს, ხო, შეადუღაბა შეიძლება ითქვას და ესტაფეტა გადმოსცა შემდგომ ადამიანებს, რომ ეს სიბრძნე, ეს სინათლე, ეს ცივილიზაცია, ეს იმპულსი, ეს ყველაფერი მიეტანათ მარადიულ, ასე ვთქვათ, იდეებამდე და დრომდე რა, როგორც ასეთი და ამაღლებულია დროზე და სივრცეზე ეს ყველაფერი ცხადია. აი მინდა ბატონოგია, აი აქედან დავიწყოთ რა, აი ამის ჩამოყალიბების სათავებთან, ოღონდ ბევრი კითხვები მაქვს თქვენთან და გთხოვთ რომ მოკლედ, იმიტომ ხშირად მოგიწევთ თქვენ, იმიტომ რომ მეც ძალიან კონკრეტული შეკითხვები მაქვს და ჯერჯერობით აი ამით დავიწყოთ. მოკლედ კი პასუხებდით, რომ ქართული ეთნოსი ჩამოაყალიბა ვაზმა და ხორბალმა. ხორბალი, როგორც ასეთი, ცნობილია 14-დან ჯიში 11 ზოგი ავტორის მიხედვით 5 ენდემური საქართველოს ტერიტორიიდან თევზოფლიშ გავრცელებული საკვები, რადგანაც არსებობდა ერი ჩამოყალიბდება ეთნოსი და ღვინო. აი ურმა განსაზღვრა ჩვენი გაფართოება, გარცობა, რაოდენობრივად გაზრდა. ამას მოყვა მეტალურგიაც. ბრინჯაო, მოგვიანებით რკინა და რადგანაც ასეთი მდიდარი გახდა ეს ქვეყანა, მას აუცილებლად გაცვლა გამოსვლის დროს ჩაწერა ჭირდებოდა და ამიტომ დამწერლობაც გამოიგონა ქართველმა. აი შემიძლია გითხრათ მოკლედ. ჩვენი მისია, ჩვენი წარსული აი ამ 4 ფუნდამენტზე დგას. ფენომენზე. აი ამას და ამან ჩამოყალიბა. სხვა ეთნოსი როგორ ჩამოყალიბდა, ზოგი ბევრი ვერ ყალიბდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ ის ანსი, რის გამო უნდა შეკრულიყო ტომები, ეს არ იყო. საერთოდ ბიბლიაში ორი მნიშვნელოვანია ღვინო და ხორბალი. ეს ქრისტესთან ეს მისტერია კარგად ვიცით. აი ეს ჩვენთან ძალიან გათავისებული შინაგანი სამყაროა ეს ჩვენთვის. მისტიური სამყარო ამავდროულად და არა მხოლოდ ხილური და ემპირიული ფაქტი არ არის ეს. მე მეუბნებიან როგორ ჩამოყალიბდაერიო. ერის აყალიბებს ასეთ რაღაცეები. რა თქმა უნდა, მე კომუნიკაცია, ურთიერთობა, სოციალური გარემო პირობები, ბუნება ისეთი არაჩვეულებრივია, თავად იცავს ბუნება, მაგალითად სვანეთი ჩვენ შევისწავლით მათემატიკური მოდელირების თვალსაზრისით პროფესორ თემურ ჩილაჩევასთან ერთად პროფესორ გიორგ პოჩვასთან და ეს დისერტაციას დავიცავი მართლები როგორ ქმნის იზოლირებული გარემო როგორ გადაარჩენს ხალხს მაგალითად სვანეთი იზოლირებული იყო ბუნებრივი იზოლაციიდან ამიტომ გადარჩა ანუ ჩვენ ზოგიერთი იზოლაცია სუდი თვალით უყურებს ბატონო ეს იზოლაცია ხელოვნურია ეს ბუნებრივი თვითყოფადობა ეს არის და საქართველოს გადარჩინა თან გადარჩინა კავკასიო ხო აი ეს გადარჩინა და ესა ჩვენი ღირებულება ჩვენ ამ ღირებულებებზე თუ დავდგებით და ამ ღირებულებებს თუ დავბრუნდებით გადარჩებით და უფრო დიდხანს იცოცხლებს კათოლიკია თქვენ ხშირად უნდა გაუმეოროთ იმიტომ რომ არიან ასე თქვა ბუნების არ ვიცი მაგათ რა უწოდო მაქსიმალურად ცდილობ პოლიტიკას თავი ავარიდო მაგრამ ამ შემთხვევაში ხო ახლა კაცროდო ტვინში ის მოუარო მთები გახრიტოს და რაღაც უბედურებები და რაღაც არ მინდა თავს ვიკავებ მაქსიმალურად რა ადრეც იყო თუ გახსოვთ კავკასიის აბუ ამირაჯიბის და 88 კავკასიური მაგის და კიდე კაი მაშინ საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე დადგა და ის ფაქტორები და ახლობით რაც თქვენ გულისხმობთ ზუსტად გამსახურდია მე რა პოსტოვანი ეს დანარჩენი სამყარო ამხედრდა და დაუნტკიცა იმის რომ ცივილიზაციაზე ემპირიული ვაჭრობაზე მაღლა რაღაც სხვა ფასეულობები დგას და ეს სხვა ფასეულობები გაცილებით მეტია ვიდრე კონკრეტული წერალი თუ საზოგადოება თუ ხილური თუ უხილავი ვიღაც მოლიდერო ტიპები ვაჭრუკანები თუ ასე შემდეგ ამიტომ ამ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და კარგია რომ თქვენ თვითონ ახსენეთ ეს ისე ვაჭრები ჩვენ ყავდა დიდი ხნის წინ ქართულებსაც ახლა აღარ გვახსოვს სწორედ სახელიც კი ვიცით
აი შუმერული ტექსტებში 5000 წლიდან ტექსტებში დიდი ვაჭარი, პატარა ვაჭარი ესეც გვაქვს. კი ბატონო, როგორ ვარო? იერქვა, იბერი. ახლა საზოგადოება მე გარიცის. კი ბატონო, ხო, ვაჭრები ყოველთვის არსებობდნენ, ახლა მოსემ რო გამოიყვანა ებრაელები რა იყო? მოსე რა ფაქტორის წინაშე დადგა? ღვთის მიერ გამოცხადებული ცოდნას დაუპირისპირდა ეგვიპტეში არსებული ბიზნეს სექტორი, გინდა არაბები დაარქვით, მაგათ გინდა ის დაარქვით და გინდა ანგლოსაქსები და ვინც გინდა დაარქვით და მას მოუხდა ასე ვთქვათ წინააღმდეგობის გადალახვა იმ ვაჭრულ ასე ვთქვათ სექტორზე და მას უნდა დაერწმუნება ღვთის სიტყვა გაცილებით მეტი იყო ვიდრე იქ არსებული ბიზნეს წარმატება და 40 წელი იმიტომ მატარა იქ რომ ეს ფსიქოლოგია და ეს ფასეულობები გადმოეხარა ღვთის სასარგებლოდ. მე მგონი ეს იყო. ხო, ახლა ბატონო გია, ახლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ დავკონკრეტეთ კიდე. თქვენს ასე ვთქვათ, აი ამ წარმოსახვაში, ამ თეორიებში, ამ დიდ მოძღვრებაში დიდი ადგილი უჭირავს მარკიონ ფაზისეს, რომელიც ამავდროულად იყო ეპისკოპოსი ფაზისეს, რომელიც წინამორბედი იყო, რომელიც მამა იყო, ასე ვთქვათ, სინოპი პალმოსი, ხო? პალმოსი, მამამისი, რომელიც სინოპის ეპისკოპოსი იყო და ну როგორ იყრება ეს ასე ვთქვათ კავშირი, ხო? ამ ხელით, რომელიც თქვენივე გადმოცემით 70 ქრისტე 70 მოსწავლეში შედიოდა და ფაქტიურად პირველი სიტყვის თვითმხილველი და გამტარიც კი იყო, შეიძლება ითქვას. ეს ახლა რაღაც უზარმაზარი რაღაცა არის რა და თვითონ აი ამაზე აი აქედან შემდგომ დაარსებული რომელიც მათემატიკოსი იყო ხო თან ძალიან სერიოზული ნეოპლატონიკოსიც პითაგორა შემდგომ პითაგორას ფენომენზე კიდე განსაკუთრებით მინდა რომ ვილაპარაკოთ როგორც ასეთი მაგრამ ჯერ მინდა რომ თქვენ პითაგორაზე მე კიდე დაგისვამთ აი ამაზე მინდა რომ თქვენ რომ აი ამ საკითხს შეეხოთ აი და პირველ ქრისტიანობა და შემთხვევით არ არის ვიტყვი რომ ჯერ პირველ ქრისტიანები აღარ ჯვარში არის იქ ხო აღმართული მანდიყვნენ და ამას წინათ 5 თვის წინ ჩვენი ქართული ტევეს დელეგაცია შეიძლება ითქვას ხარაგაულის რაიონზე ვიყავით თვითმხილ ფანტასტიკური სურათები და ეს ფილმები გადავიღეთ და რაღაც საოცარი მესტერია იყო და ერი რომელიც ამის ფლობელია უნდა იცოდეს საიდან მოდის რამხელა ფასეულობას ხმის და შემდგომ ამა რა ტრანსფორმაციები განიცადა და რა სახე და რა იერი მიიღო და აქ უნდა მივიდე შემდგომ უკვე პროფესიონალ მაგრამ მანამდე მე და თქვენ აი ამ საკითხს შეეხო უპირველესად მე უნდა ვუთხრა მაყურებელს რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დიდარი მასალა ქართველებს არაფერი სხვისთვის დასამტკიცებელი არ გვაქვს იმიტომ რომ ეს ბერძნულად და ლათინურად ყველაფერი სულ ისტორიულ წყაროებში არის ასახული ანუ ნაფანტაზიორები არაფერი არ არის ჩვენ ამას თუ მოვერგებით ამ სიმდიდრეს და თუ მოვერევით ეს ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას და როგორ უნდა გავუსწოროთ თვალე რა თქმა უნდა უპირველესად მარკიონ ფაზისელი ეს კაცი გახდათ იოანე მოციქულის მოსავლე ეს უნდა ვიცოდეთ ყველა იოანე მოციქული თავისი ქრისტეს საყვარელი მოსწავლე თავისი ასაკით გარდაიცვალა ანუ თავისი მოხუცებლობის ბიოლოგიური ასაკით 98 წელს ამბობენ დაახლოებით 15 წლის იყო ან 14 წლის მარკიონი მასთან იყო კომუნიკაციაში ეს რომ ჩვენ ახლა არ ვთქვათ ისე რომ მოგონილი ამბავი რომ არ იყოს ორი მინიატურა არსებობს ერთი ბერძნულად დაწერილი წიგნი იოანეს სახარება და მეორე ლათინურად ორივე სახარების თაფურცელში მინიატურა არის მოცემული იოანე მოციქული დაბრძანებულია მაგიდასთან და ხელში წიგნს აძლევს მარკიონს ეს ორივე ახალი აღთქმის წიგნები მე თავად მაქვს ნანახი და ფოტო გადავიღე. ეს სად არის? ერთი ინახება ევროპაში, ბელგიაში, მეორე ინახება ბელგიაში? დიახ, მეორე ინახება ამერიკაში. ეს ორივე ნანახი. ნანახი მაქვს და ორივედან ფოტო გადაღებული. ესე მარტივი არ არის, რაღაც ფოტო გადაიღო. 3 წლით ადრე იწყება ამის მთელი სიტუაცია, აღარ მინდა ამაზე გავაკრძო. პალმოსი, მამამისი პავლე მოციქულის უშუალო მეგობარი იყო. და ასევე იცნობდა ანდრია
პირველწოდებულს. საქართველოში რომ ჩამობრძანდა ადრეა პირველწოდებული დაახლოებით 37-40 წლებში. აი სწორედ ეს ჯვარი რო არის აღმართული რომ ხარა გაულისდება ამ სოფელში. სამჯერ თითქმის იქ არის ნამყოფი. სამჯერ თუ მეჯერ არის შეიძლება ანდრია პირველწოდებული ჩამოსვლა სამი მაინც ვიცით სამჯერი მოგზაურა სხვადასხვა მიმართულებით. ანუ ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ანუ სიტყვის გავრცელების უფალი იესო ქრისტეს სიტყვის გავრცელების დროს გაიცნო პალმოსი და პალმოსი გახდა ქრისტეს მოწაფეთა შორის 70-თაგან შორის ერთ-ერთი და ბიბლიაში ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ ქართველებმა რომ ახალ აღთქმაში პავლე ახსენებს პავლე მოციქული რომაელთა წიგნში ანუ წერილში მომიკითხეთ დიდი სიყვარულით ფილოლოგუს მას მეორე სახელით აი რომელი ყავს ჩვენ ახლა ამ სიტუაციიდან ჩვენ პირველი ქრისტიანობის სიმბოლოები რომელიც იყოს აღნიშნული ახალ აღთქმაში ახლა ახალი აღთქმა ეს ტერმინი აღთქმა ანუ ანდერძი ეს სიტყვა შემოიტანა მარგიონ ფაზისელმა სოფლიო მასშტაბით მარგიონ ფაზისელი გახდათ თელ სოფლიოში რა თქმა უნდა ეს დადასტურებულია დიახ ბაგათ წყარობს ანუ დეფინიცია აღთქმა არის მისი ტესტამენტუმ ასე არის მან შემოიტანა ეს ტერმინი და ასევე არის რომ მან რედაქტირება გაუკეთა ახალ აღთქმას უპირველესად დალაგება ანუ პარადიგმა რომ ვთქვათ ახალ აღთქმაში მოციქულთა აღთქმა შემდეგ მოდის ესე იგი 4 სახარება შემდეგ მოდის მოციქულთა წერილები ეს მისი დალაგებაა ანუ ასეთი კონსტრუქციით ანუ ასეთი კომპოზიცია დალაგება ჯერ არ იყო აქამდე სანამ მარგიონს არ ქონდა მარგიონს როგორც მანამდე გაფანტული რა თქმა უნდა ფრაგმენტულად დიახ მარგიონს როგორც ჩანს ჩვენ ვიცით ლათინურ და ბერძნულ წერილობითი წყაროების მიხედვით ეს არ არის იმდროინდელი უშუალოდ მისი პერიოდის დაწერილები მაგრამ მოგვიანებით 100 წლის შემდეგაა ჩაწერილი მას ჩანს რომ განათლება ათენის პლატონის აკადემია აქვს დამთავრებული დიდარი ოჯახი ძალიან შეძლებული ძალიან დიდარი ძალიან ხო გეტყვით რატო მას ჰქონდა ამ ოჯახს ჰქონდა სავაჭრო გემები თელ ხმელთაშუა ზღვაში ვაჭრობდა დიდი ავტორიტეტის მქონე ამ ოჯახმა გადაარჩინა პირველი ქრისტიანი ებრაელები რომის შეიფარეს რა თქმა უნდა და ფინანსურად ესენი უზრუნველყავთ უბრალოდ რომ სხვა რომ არ თქვათ რაც დაწერილია წყაროში $900,000 სიდიდის ფული ახლა რომ თქვათ ეს გადაიხადა მარგიონმა რომში რომ აშენებულიყო ძველი ეკლესია ახლა იმ ადგილას არ არაფერი სხვა არის აშენებული აი მის ისტორიისა რატომ დაგვეკარგა ეს კაცი ისტორიაში სამოცლება არ არის კი ჩვენ ქართველმა ისტორიკოსებმა მეცნიერებმა განსაკუთრებით საეკლესიო პირებმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ ეს თავის წიგნში ასახა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ანუ ფაქტობრივად ჩვენ გვყავს ეპისკოპოსი 2 საიდანაც უნდა დავიწყოთ ქართული ეკლესიის ისტორია ესე პალმოსი და ფილოლოგუსი პალმოსი და მარგიონი მარგიონ როგორც ჩანს 138 წლამდე იყო 138 წლამდე იყო ფაზისის ანუ ფოთის ეპისკოპოსი დღევანდელი ფოთის დიახ დღევანდელი ფოთის აი იმიტომ რომ ესე იგი სინოპი ფოთი და ცხუმი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წერტილები სტრატეგიული როგორც სავაჭრო ასე როგორც რელიგიური ცენტრები კულტურული რა თქმა უნდა სავაჭრო იმ თვალსაზრისით რომ ბერძნებს აინტერესებდათ რესურსი აი ეს მარტივად რომ შევხედოთ მარტივად რომ გავაგებინოთ საზოგადოებას ხეტყე თაფლი და სხვა ეს რომ მიიღოთ ძირითადად ამ სამ ქალაქიდან და არქეოლოგიაც ამას ვიჩვენებს რომ სინოპი ვაჭრობს ფაზისთან ასევე ვაჭრობს ცხუნთან და გვაქვს ეს არქეოლოგიური აღმოჩენები კერამიკა რომელიც სინოპიდან ჩატანილია ცხუნში ანუ სოხუმის ტერიტორიასთან ახლოს
ასევე ჩვენთან მაგალითად აგერ სცენაში რომ გაიაროთ საადმენ ნებისმიერ ადგილას იმდროინდელი სინოპის ჭურჭელს ნატეხებს აი მიმობნეულია ზედაპირზე ნახავთ კი არქეოლოგებმა რომ წარიყვანეს აი საოცარი იყო ხშირი შეხება მაქვს აი სინოპი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რომის იმპერიაში ხო და კიდევ ერთი გავიხსენოთ რომ პალმოსმა შეიფარა რომის პაპი კლიმენტ პირველი ეს რომელ წელს ხდება? ეს არის დაახლოებით 80-85 წლები. კლიმენტი გადმოსახლებულია, იმიტომ რომ ებრძვის რომის იმპერია, ჯერ ოფიციალურად არ არის. არა, ქრისტიანო ოფიციალურ რელიგიად არ არის აღიარებული. გადმოსახლებულია. მთელი ომები მედეს. ორ ვარიანტში წერია, რომ ერთ შემთხვევაში გადმოასახლეს თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე, აქ სოფელიც კი დასახლებდა, მეორე ჩანაწერში უკრაინა ხერსონი წერია. მაგრამ ისი წერია რომ მამამისმა, ასე იგი, მარკიონის მამამ, პალმოსმა და კლიმენტ პირველმა აღაშენეს, ну ეხლა რა თქმა უნდა ეს რაც ახლა წერია ეს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის ბოლოს აქვს და მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 დასაწყისში გუდლებს, ძალიან ცნობილი გუდლებს რომ წერია ეწინადადება მათ ჩანაწერს რომ აღაშენეს 70 ეკლესია გურიესა და სამეგრელოშია. ანუ იმ დროს გურია და სამეგრელო ასეთი ტერმინით არ იყო, მაგრამ მას ეს უწერია წმები კარპელაშვილები რომ არიან კოლხური ტომებით დასახლებულ მიდამოებში. ყოველ შემთხვევაში ეს ისტორია გვაქვს. დიახ. მათი მიმოწერის წერილები რაღაცები არსებობს, შემონახულია. ყოველ შემთხვევაში რომ ანდრე პირველი წოდებული როგორ ჩამოდის ეს ბერძნულად დაწერილია. სად ჩამოდის, სად ავრცელებს ქრისტიანობას, ესე იგი სინოპი, ფაზისი და ცხუბი. აი ეს არის მნიშვნელოვანი წერტილები. მაგისტრალი. ხო, აი შემიძლია გიამბოთ. კიდევ იყო ცოტა სხვა ასიახლებიც იქ ჩემს მოხსენებაში ალბათ თქვენ კითხვას დასვათ. კი. ახლა მე თემა კიდევ მეორება ამოუწურავია, იმიტომ აქედან გამომდინარე ახლა კიდე ეს კოლხური იბერიული ტომების შემდგომ უკვე აი ამ ცივილური და კულტურული მოდი ექსპანსია დავარქვათ, შეიძლება მე მგონი ეს ტერმინი ვიხმაროთ, იმიტომ რომ ახლა თუ მოთხოვნილება ამაზე და კულტურა სიმაღლეზე არის, ბუნებრივია, ამ ტერმინის გამოყენება უხერხული არ არის და ეს ფაქტიურად ხმელთაშუა ზღვის ბასეინი შეიძლება ითქვას ამათი სტრატეგიული, ასე თქვა, გადაადგილების, ათვისების და დასავლურ ცივილიზაციის ალბათ შეიძლება საფუძველის ჩამყრელებიც კი იყვნენ, ალბათ, იმიტომ რომ ახლა სადაც ქრისტიანობა, პლატონი და ნეოპლატონიზმი ახლა ამ სიმაღლეზე არის და რომის პაპსა იმას რო შეიფარებს როგორც ასეთი, ну გასაგებია, იქ უკვე ამისენ კიდე არგონავტები და მთელი მითოლოგია და უზარმაზარი სოფხედველობრივი იდეალებს ითვისებს თავის თავში, ბუნებრივია, რასაც მე რასაც გასემშენია, რაც არა დაკარგულია, როგორც რუსკველი ამბობს და ალბათ ეს ფაქტორი მაქსიმუმად იმაშებოდა რა, მოქმედებდა და რაღაც თორე ახლა წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც დაიკარგებოდა, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს ისტორიული ესენი, ალბათ. მაგრამ მაინც მარკიონი ამოიღეს ამ რა თვალსაზრისით მარკიონმა თქვა ორი ფუნდამენტი, ორი მთავარი აზრი. ისკენს იყრიდა რომის პაპობაზე 154 წლის 15 ივლისს. ემის გარდაცვალების შემდეგ, ხო, ეს როდესაც შეიფარა ეს. იოანე მოციქული უკვე გარდაცვლილია 100 წელს, 44 წელია უკვე გასული. 144 წლის 15 ივლისს ის აცხადებს ორ ფუნდამენტს, რომლის გამო ეს კაცი იქნა ერეტიკოსად გამოცხადებული. მე არ ვიცი ხა თეოლოგიურად მე არა ვარ თეოლოგიის სპეციალისტი და მე უბრალოდ ფაქტობრივ მასალას გიამბობს. ამაზე არა მაქვს მე თეოლოგიაში სწორი იყო თუ არასწორი ჩემს შეხედულებაში არ შემოდის. პირველმა თქვა რომ ღმერთს უფალი იესო ქრისტეს ეროვნება რატო უნდა კონდესო. რამდენად მართალია მე ვერ გეტყვით. მეორე ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმა განსხვავებული შინაარსის იდეოლოგიური წიგნებიაო, აი ესე წინადადება მოყავდა მას. ლუკას სახარებიდან და სხვა სახარებაშიც არის ეს რომ ძველ ტიქში ახალი ღვინის ჩასხმა არ შეიძლება. ძველ ნაჭერზე
მატერიაზე. ახალი გადაკვრა. შეიძლება. აი, მას უნდა ძალიან რომ ძველი აღთქმა მოშორებოდა დისტანცირებული. ამიტომ უწოდა ტესტამენტო. თორემ იმაში ძველი აღთქმას აღთქმის არაფერი არ ერქვა საერთოდ. ის ებრაული ტექსტებია ძირითადად. მას უნდა რომ ეს ყოფილიყო უშუალოდ იესო ქრისტე განსხვავდება ძველი აღთქმის ღმერთისგან, იმიტომ რომ ის დამჟელია და დამჟელია შეიძლება იყოს ღმერთიო, ამ ფუნქციით საუბრობს ის, ღმერთი უნდა იყოს გადამრჩენელი. ადამიანი ცოდვილია და მას გადარჩენა უნდა. ამისთვის სიყვარულია საჭირო. მოსეს კანონის მიხედვითო ყველა ცოდვილები ვართო და ვერც ერთი ვერ გამართლდება. ანუ ყველა დაჟილი იქნება და ეს სვამს შეკითხვას ანტითეზის ეხლა მისი დაწერილი ჩვენ არ გვაქვს. იმიტომ რომ 154 წელს ის აიკრძალა. მისი წიგნი, რომელიც გამოიცა რომში ასე სავარაუდოდ, დაიწვა. მაგრამ მისი კრიტიკოსები, ვინც იყვნენ 100 წლის შემდეგ, ეს იყო ტერტულიანი კართაგენელი, 5 ტომი აქვს დაწერილი მარკიონის წინააღმდეგ, აი ესე ქვია წიგნს, ლათინურად არის. ახლა ვნახე რომ ინგლისურადაც ითარგმნა, ქართულად ჩვენ არ გვაქვს, რა თქმა უნდა, და არც რუსულ ენაზე არის. იქ გამოყოფს მარკიონის საწინააღმდეგო, თვითონ მარკიონს როგორც ჩანს ანტითეზისი ჰქონდა დაწერილი, ანუ საწინააღმდეგო მოსაზრება, რომელიც აი უფალი იესო ქრისტე ეს არის უშუალოდ კაცობრიობის გადამრჩენელი და არა დამჟელი. აი ამის გამო ვერ აღიქვეს და მარკიონი იმდენად იქნა აკრძალული, არავის არ ქვია სახელი მარკიონი. არც ერთ ადამიანს თქვენ მანდ იმაზე ძალიან კარგად იყო ეს თქვენი ლექცია ეგ გაშიფრული და წარმოდგენილი ტექნიკური უნივერსიტეტში მოხდა, რომელიც სხვადასხვა ფაზის აკადემიის სესია ფაზის ადამიანს დაუთმეს ეს მაღალ დონეზე ჩატარდა ბატონო ილუსტრირებული იყო მეგობრებო და აი ეს მარკიონის ასე ვთქვათ მესე მოძრაობის ფილოსოფიის თეოლოგიის თუ ისტორიული მიხედვის ისინი იყო გეოგრაფიულად მოხაზული ხმელთაშუაზღვისპირეთში რომელ რეგიონში გავრცელდა შემდგომ უკვე აზიაშიც როგორ გაწევდა წინა აზიაში და აი რაღაც ძალიან დიდი ტერიტორიები იქნა მოხაზული და ახლა შემთხვევით არ ყოფილა რომ ახლა ამას ხო რომ ძალიან დიდი ადამიანი, დიდი პიროვნება უпростоრეთ ადამიანი კიდე სხვა არის. პიროვნება კიდე სხვა. ავტორიტეტი ჰქონდა დიდი. დიახ, ძალიან. თორე ახლა იმაზე ვერ გავწელდა უზარმაზარი ტერიტორიები ლამის სამარყანდა. ირანში ჰქონდა როგორც ფაზის აკადემია, ასეთი სახის აკადემია, მონსახელი არ შემოჭი. იქ წერია ბერძნულ წყაროში, რომელ ქვეყანაში სად იყო მისი სასწავლებლები. ჩამოთვლილია რომი, ათენი, ანტიოქია, ეგვიპტის ჩრდილოეთ კაიროსთან ახლოს, ირანი, ინსტიტუტები რა ფილიალები ჩვენ ენაზე რა. ასე დროს არის ფაზისიც დაარსებული ბისმიერ. ჩვენ ეს ვარაუდი ვიცით თემისტიოსისგან, რომ თემისტიოსი იყო ფაზის აკადემიის სწავლული და თემისტიოსი ამბობს 355 წელს მამამისის გარდაცვალების დღეს გამოდის სიტყვით, საჯარო გამოსვლის სიტყვები ბევრი ვიცით და თემისტიოსი ეს 27-ია და ის ამბობს რომ ერთმა ბრძენმა და სათნო კაცმა დაარსა ფაზისის აკადემია. აი ეს ერთი სათნო და ბრძენი კაცი მან პირდაპირ ვერ დაწერა სახელი, ვერ ახსენა, იმიტომ რომ მარკიონი უკვე 325 წელს ოფიციალურად პირველი ნიკის ეკლესიის კრებაზე აკრძალული იქნა მთლიანად მისი ხსენებაც. თავად თემისტიოსი არ გახდათ ქრისტიანი, მაგრამ 6 ბიზანტიის იმპერატორის მრჩეველი იყო და სწავლა განათლება მიიღო ფაზისში. და იქ წერს რომ მე ფაზისში გამაგზავნა მამაჩემმა ფილოლოგიამ მერგენიოსმა, რომელმაც აქ მიიღო განათლება. ამდენად ავტორიტეტი იყო სოფლიოსთვის მაშინ, იმიტომ რომ როგორც ჩანს თემისტიოსის ბაბუაც სწავლობდა, მე რაც წყაროებს გადავხედე და თემისტიოსის ბაბუის მამა იცნობდა მარკიონს. აი ესეთი დუმა არის, ხო, ეხლა ეს თლიანად წყარო არ არის, ეს უბრალოდ მეცამა. ის რომ მან დაარსა სასწავლებლები და ეკლესია რომის ეკლესიის გარეთ
ეს ფაქტია და ეს ჩაწერილია ყველგან და ის იყო ძალიან ძლიერი მართველი. აი როგორც ადმინისტრაციული ორგანიზაციულად ვერაფერი ვერ უქნეს როგორც ჩანს მის მიმდევრობას მარკიონის სკოლა ქვია მას. მარკიონიტები. ნუ ზოგჯერ ერევათ იმაში რომ გნოსტიკოსები არიან. გნოსტიკოსი იწოდები. ხო, მაგრამ არ არიან ესენი. აი ეს ორი ფუნდამენტი თქვა, სხვათა შორის ისინი დაახლოებით იმასაც ამბობდნენ, სირიიდან გწედება ეს მიმართულება, მაგრამ ეს კაცი არ იყო. ეს იყო სხვა ტიპის სასიხარულო ის გვაქვს რომ რადგან ფაზის აკადემიამ კაცი უკავშირდება და მან დაარსა 154 წლის 15 ივლისს ეს თარიღები ზუსტად ასე 154 წლის 15 ივლისი კი არ წერია, არამედ ასეთნაირად წერია რომის იმპერატორი მეფობდაო ტიბერიუსი 15 წლის შემდეგო ამას 29 წელი ემატება მე კიდევ 136 წელია და აქედან 135 უნდა მიუმატო და ეს დაანგარიშებით ნახევარი წელი და ესე იგი ნახევარი წელი 154 წლის ესე იგი ნახევარი წელი და ნახევარი თვე 15 ივლისი ასე გამოც ეს მიღებულია ხლა ეს ჩემი ანგარიში არ არის ეს სადოქტორო დისერტაცია დაცულია ოქსფორდის უნივერსიტეტში 1984 წელს კიდევ სხვაგან მარკიონი ყველგან ცნობილია მაგრამ არავინ არ იცის რომ ის კოლხია იმიტომ რით იხსნით ასეთ ისტორიულ მიჩხმალვის ფაქტებს თქვენ? ჩვენი ბრალია. აი ეს ჩვენვე დაუდევრობის. ხო, ჩვენ არასოდეს არ გცალია. აი მაგათად ახლა მე მოვყვები აქ სხვა მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა რომ ღვინისა და ხორბლის სამშობლოა. ახლა გავიგეთ, ხო? ახლა ეს სახელმძღვანელოებში უნდა ისწავლებოდეს ბატონოგი. ხო, მაგრამ მე ციგნი მაქვს წაკითხული 1895 წლისა, რომელიც ლონდონშია გამოცემული და იქ პირდაპირ წერია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. 1895 ჩვენი დაუდევრობა რა თვალსაზრისით? ჩვენ სისტემური მეცნიერება მაღალი დონის გვაქვს ჩვენ. ჯერ კიდევ შემორჩენილი. მაგრამ ჩვენ სისტემური ესე თუ გაგრძელდა ხო ის არის სისტემური მიდგომით სახელმწიფოს შეკვეთიდან გამომდინარე სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით თუ იქნებოდა ეს ყველაფერი თავის დროზე მოვიდოდა რამდენი ბრძოლა მაქვს მე თავად გადახდილი ღვინისა და ვაზის გამო და აი აქამდე ის ხორბლის აღიარების გამო და ასევე გვაქვს ფაზის აკადემიას რომ კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს 1891 წელი შეგვიძლია 154 წლიდან. ანუ ფაქტობრივად რამდენი გავუმეორეთ კიდე 1891 წელი. ფაქტობრივად 1900 წელი. რა გვაქვს ამაზე უფრო ძველი ჩვენ? არაფერი. და თუ გვინდა რომ რაღაცნაირად გამოვშტეთ მაღალი დონის და ნიშნულოვან სამეცნიერო მიმართულებით ეს უნდა იყოს სასახული. არ არის ეს სასახული, იმიტომ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მე არ მინდა ვთქვა რომ ხორბლის საკითხების მომზადების დროს რომ უნდა აღიარებულიყო იუნესკოში იქ ერთი ქალბატონი სულ მიდიოდა სახელმწიფო პირთან და ეუბნებოდა ეს გავაკეთოთ და რამდენი ენერგია აქვს იმ ადამიანს დახარჯულ მე წარმოვიდგინე რომ იმას გაეგო რატომ არის ესეთი გაუგებარი ეს საზოგადოება მე მიკვირს ვინც უნდა იცოდეს ინდიფერენტულია ბატონოგია და იმიტომ ფასეულობების მიმართ განსაკუთრებით ახლა თქვენ ხო დაკვირვებული ვართ კაც მაგი კი არა უახლოესი ისენია მე მთელი ეს გუშინ დღეს ხვალ ვარ ეს გადაცემა დღე დაღამე ვცდილობ იმეა რაზეც ეს ქვეყანა დაფუძდა აღდგა ეს აფხაზეთი ცხინვალი ეს აღიარება სოფლიო რომ გვაღიარა ამის პოსტულატები და თანხმობა თუ არის ეროვნული ამის გარშემო თუ არ შეთანხმდი კიდე 100 არჩევნები ჩაატარებ და კიდე 500 დაასრულებ ძალიან ცუდად. იგივე არის იმ კულტურაში გასწრებით. გაუგნებული ვარ ხოლმე რომ ელემენტარულ საკითხებზე რომელიც თანხმობა გვიჭირს. რომელსაც რჩეველი ყავს ეროვნული აკადემია და ეროვნულ აკადემიაში ადრე მქონდა მე მოხსენება ძალიან კარგად წარიმართა ყველაფერმა. ერთი-ორი პიროვნება მაინც გაერევა რომ კარგი რა დროს ხორბლის სამშობლო ვარ თუ ჩვენ. და ვაზის კიდე კარგი რომ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულ აკადემიამ გამოაქვეყნა რამდენიმე მეცნიერთან ერთად 30 თუ დაახლოებით რამდენი მეცნიერი იყო მაკოვერთან ერთად ქართველი მეცნიერები დავით ლორთქიფანიძის ორგანიზებით რომ ბაზის და ღვინის სამშობლოს ერთ-ერთი უძველეს კერას და ეს ნაშრომი რომ არ ყოფილიყო 2017 წელს გამოქვეყნებული ჩვენ საფრანგეთი არ გვაღიარებდა როგორც ღვინის სამშობლო ნუ მას პრეტენზია ქონდა ახლა ხორბლის სამშობლოდ არ გვაღიარებდა ჩვენ თუ არ გვექნებოდა ნელი ბრეგაძის ნაშრომი და მთელი სხვადასხვა პოსტულატები აი გასაკეთებელი მთელი ცვლილებებია ის მოსამზადებელი მარტო მეცნიერულ ნაშრომი არა საკმაოდ მეცნიერულ ნაშრომზე ზედ უნდა დაეფუძნოს ის მოთხოვნილებები რაც უნდა დაგმაყოფილოს თორემ თურქეთს ჰქონდა პრეტენზია გასაგებია აბა რა ეკნება ახლა რუსულად ვერ ახლა გეტყვით ერთ რამეს ევროპიდან ჩავიდა კაცი ირანში და პირველად ნახა ხორბლის უძველესი ჯიში და რა დაარქვეს ტრიტიკუმ პერსიკუმ დაარქვეს მე ცოტა გაიხედეს გამოიხედეს და ქართლში რომ ჩამოვიდნენ მე მოუწია ბიოლოგებს სახელის გადარქმევა ტრიტიკუმ ქართლიკუმ დაარქვეს გასაგებია ბატონო თქვენი მინაში რა ახლა პირდაპირ კავშირშია ეს დღევანდელობასთან იქვე დოკუმენტური ფილმების ილუსტრაცია მოხდა და მე გუშინდელივით მახსოვს ძალიან კარგად მარგარეტ ტეჩერი რო ჩამოვიდა 1987-წელს ეს არის რა პერიოდი იცი მეგობრებო მინდა ახლა პოლიტიკურ ენაზეც ვთარგმნო რა როდესაც გორბაჩოვმა დაიწყო ეგრეთ წოდებული პერესტროიკა რა იყო ლიბერალიზაცია ფაქტიურად და ტოტალური სამყაროს გარკვეულად შეცვლა და რაღაც კალაპოჩი ამის ჩაყენება რა როგორც ეს იყო პერესტროიკა რითი დამთავრდა ეს გასაგებია ხო თან გარედანაც ხელი შეუწყეს იქიდან მერე საბჭოთა კავშირის დემონტაჟიც აქედან მოხდა რო ჩამოგზავნა მას შეხვედრები ქონდა იქ რაღაც ჟურნალისტებთან მოსკოვში და მე შემდგომ აქ ჩამოვიდა და აქ გააკეთა ფანტასტიკური განცხადება ამ ქალბატონმა რკინის ლედი წოდებული იმის შემდეგ მაგათ სერიოზული პრემიერი არ ყოლიათ მე ესე ვთვლი რომელიც ახლა ჩერჩილის ღირსეული გაგრძელება იყო რომელსაც აქ ფანტასტიკური ნათქვამი თქვენ ქართველებმა უნდა იცოდეთ თქვენი ფასი შინაარსვიტყვი იმიტომ რომ დასავლეთის სამყაროსთვის და ცივილიზაციისთვის თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ გაკეთებული ხო იყო ესე მეს მაშინაც მახსოვს მას კარგია უფრო წირყოფი ხარ ანუ ამის ანუ ფაქტიურად ხმელთაშუა ზღვა თქვენი ასე ვთქვათ ცივილიზაციით შეიქმნა ამას ნიშნავს თუ გაყვები ამ ლოგიკას და ასე შემდეგ და შემდგომ ზედნაშენი ყოველ შემთხვევაში ეგ იყო და შემდგომ სხვა მიმართულებითაც წავიდა ამიტომ ქვეყანა რომელიც ამაზე ვეზრუნავს თავის ფუნქციის დადგენა არ შეუძლია და ახლა იმის მაგირად რომ ასეთ რაღაცებზე დავიდე საფდრის და იმეს აფეთქებინებენ ვიღაც ვაიმეცნიერებს და აქედან კიდე რაღაც შაუბნელ რაღაც ოპერაციას ეს არის რაღაც სასაული რა წარმოუდგენელი ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი და ჩვენი ნამდვილი ბუნება და ეს უნდა ვიპოვოთ ჩვენი ფუნქცია იმიტომ რომ ელემენტარულად წმინდა ფილოსოფიურად ვინც აკონტროლებს წარსულს ის აკონტროლებს დღევანდელობას და დღევანდელობას ვინც აკონტროლებს ის აკონტროლებს მომავალს და ამის გარეშე არაფერი არ არის ის ან ხრება ან რაღაცა შტაინთქმება ან გაუჩინარდება და ანავას და ჩვენ ამის ის არანაირი ის არ აგვაქვს რომ ეს დავკარგოთ და დიდი დამნაშავეებიც ვიქნებით თუ ამ გზას ავწდით და თქვენი გზა სწორედ ამაზე მიუთითებს რომ ჭეშმარიტი რაობა რომ ვიპოვოთ საწყისები დასაწყისი საყრდენი ათulis წერტილი ეს არის ის ცნებები რომელზეც საერთოდ კეთდება ცივილიზაცია აშენდება და ამის გარშე საერთოდ წარმოუდგენელია ბატონი ამაზე შორზე მინდა კიდე ერთი კონკრეტული სათქვა აი მე დავამატებ წინასწარ რომ ჩვენ გვაქვს ლოზუნგი წარსული ქმნის მომავალს დიახ თუ წარსული არ გვეწოდება ვერაფერს ვერ გამოვწვრთნით მომავალში ჩვენი იმაში კიდე გულში დღეს ხარ ეს ერთია ეს ჩვენთვის არის მიწევრ სამყარო ანუ მარგარეტ ტეჩერი რომ ჩამოდიოდა რამდენიმე ხნით ემზადებოდა საქართველოში ჩამოსასვლელად და რა სიტყვა უნდა ეთქვა მთელი არქივში იმუშავა მისმა წარმომადგენლებმა და აი პირველად შეამჩნია რომ ფაზის აკადემია იყო საქართველოს ტერიტორიაზე და აი სწორედ იქ ახსენებს აი თქვენ მე-4 საუკუნეში ქონდათ ისეთი რიტორიკული სკოლა რომელთაც
ბერძნებზე უფრო მაღლა იდექიდოდა, აი ეს იყო მისი შეფასება ქართველი ერისა. ამ აღმოჩენის გარეშე კიდევ ფუნქციას დაკარგავ. ფუნქციას ვინც კარგავს, აითქვიფება. ახლა მე ერთი ორი სიტყვით მაინც ესეც მინდოდა რა თქვენთან, ახლა თქვენ თვითონ შემოიტანეთ ეს თემა და აი ეს რო ფაზის ეს მარკიონ ფაზისელია მხლა ოჯახიშვილი იყო, მამამისის მემკვიდრე იყო, ეპისკოპოსი ამავდროულად როგორც ღვთისმეტყველი, ასევე პლატონის და ნეოპლატონის ეს განსწავლული პირველი ქრისტიანი ქართველი კაცი. ანუ ეს რას ნიშნავს ახლა ესე ფილოსოფია, ეს არის იერუსალიმისა და ათენას, ასე თქვა, ურთიერთკავშირი, ხო? ანუ გულის მისტერიის და გონების ურთიერთკავშირს ნიშნავს ეს პირდაპირ. ახლა ნეტარი ავგუსტინე ძალიან სერიოზული ესენია. მე ძალიან მიყვარს ეგ და ძალიან დიდი ადამიანი იყო. ასეთი საქმე რომ როდესაც წარმართულ სამყაროს არჩევს რა, გამოყოფს რამოდენმეს, ასე თქვა, მთელი ისენი ყავს ახლა პლატონი განსაკუთრებულ ადგილზე ყავს, არა, იწყებს მაინც პირველი რელიგიური ფილოსოფიის დამაარსებლად პითაგორას მიიჩნევს, როგორც ასეთ მე თქვენ დაგისვამთ. შემდგომ უკვე გადადეს პლატონზე, ნეოპლატონიკოსებზე და საინტერესო რაღაცას ამბობს ძალიან. ესენი იყვნენ უდიდესი მისტერიის და უდიდესი ხელდასმის მქონე ადამიანები, მაგრამ ეს ცოდნა მათ არალეგიტიმურად გააჩნდა, იმიტომ რომ ქრისტიანები არ იყვნენ. ანუ მაგას თავის მწვავე რაღაცები ჰქონდა, ყოველთვის ესეთი ადამიანები. სიღრმე ჰქონდა ეს და ამიტომ ესეთ რაღაცებს თავის თავს მისცა ამის უფლება, ეს ისტორია, რომელსაც აღწერს ამ იმაში და თან იმასაც ამბობს, რომ პლატონმა არა მარტო თავისი მოძღვრება იწოდა და რომელმაც კოსმიურ იერარქიებამდე აიყვანა ეს ისა ქრისტეს იცოდა, უბრალოდ მან ქრისტეს განსხეულება ვერ იწამაო და არც იცოდაო და არც უნდა ცოდნოდაო რა. ადრე ქრისტე. არა, იმიტომ რომ არ იყო იმ აღთქმული მიწის ასე თქვა შვილი რა. ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, ფანტასტიკა ადამიანი. აი, ახანამთება შევეხეთ რა. მინდა თქვენ რომ აი პითაგორას ფენომენს და იმას რო შეეხოთ როგორც მათემატიკოს, რელიგიურ მოაზროვნეს და კულტურის ფუძემდებელს. ძალიან გამიხარდა თქვენ რომ ახსენეთ ათენი და იერუსალიმი. აი სწორედ მარკიონია. გული და გონების ჰარმონია. მარკიონია ერთადერთი რომელიც შეფასებული ერთ-ერთ წერილობითი ძეგლში რომ მან ეს ორი გაერთიანა ორივე ქალაქი. ჰარმონიზაცია მოახდინა. მარკიონთან ეს დააკავშირებული მე სხვასთან არავინთან არ ჩანს წერილობითი. პითაგორა ანუ ეს არის ჩვენი უძველესი ერის სიღრმის ერთ-ერთი გამოვლინება. ქართველთა უძველესი ტომები არა მარტო კავკასიაში სახლობდნენ, ანუ კავკასიაში ღვინისა და ხორბლის კულტურა ვრცელდება ევროპისკენ, ანუ სოფლის მეურნეობა. იწყება წელიწად აღრიცხვის 6000 წლიდან და ამ მიგრაციას თან მოყვება კულტურას გავრცელება ყველაფერი და ჩვენი ერის უძველესი წარმომადგენელი ნაწილი ჩვენ ამაზე მათემატიკური დისერტაცია გითხარით 3 ჯგუფი ვართ, ჯგუფში 3 ადამიანი, პელაზგურ ჯგუფს უწოდებთ, პროფესორ თემუჩილაჩავა, პროფესორ გიაფოჩვა და მე, ჩვენ ეს დავასაბუთებთ მათემატიკურად, მათემატიკური მოდელირების საშუალებით. ეს ძალიან მარტივი არ არის ეს სისტემა რომ შექმნა განტოლებათა სისტემა ეს მოიფიქრა ბატონ თემუჩილაჩავამ, წარმოიდგინე ეს რაღაცა რომ მოიფიქროს ადამიანმა ღმერთმა უნდა აჩუქოს. ეს საოცრება მე ამას რომ ვაკვირდები, გაოცებული ვჭები, იმიტომ რომ მე ბევრი ნაწვალები ვარ მეცნიერებაში და ბევრი მიშრომია და ვხედავ მე სხვაში შრომის. ეს რამდენი წელია გითხარით თქვენი ეს? 30 წელია ტრიალებ მეცნიერებას. ამ ლაბორატორიაში იხარშები. აკეთი კითხანდენად მეცნიერებაში ხარ, მაგრამ ეს ნუ ყოველ შემთხვევაში პითაგორა ერთ-ერთი ჩვენი წინა ერის ანუ უბრალოდ პროტო-ქართველური მოდმის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ნაშიერი. პელაზგებად არის ზოგადად წოდებული ხმელთაშუაზღვისპირეთში. როგორც ჩანს პითაგორა ცხოვრობდა ნუ ზოგიერთ წყაროში ასეთ და ისე, მაგრამ ძირითადად სამოსში. ეს კუნძული სამოსი არის დღევანდელი თურქეთის დასავლეთ ნაწილში. იქვე ბერძნებს რო წაართვეს. ასევე ძალიან უნდა გავიხსენოთ თავად თურქეთის ტერიტორიაზე არის მილეთი.
მილეთი ეს იყო ძირითადი წერტილი, საიდანაც ფაზისი და სინოპთან სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ. ეს მილეთი ახლა რუსეთის კუთვნილებაა? არა, თურქეთის ტერიტორიაზეა. თურქეთის ტერიტორიაზე იმაში ზღვისპირას, დაახლოებით ზღვისპირას. ეს სამოსია კუნძული და თალის მილეთელი ცხოვრობდა ბოლოს და ბოლოს და ეკონომიკა და მათემატიკა ამ ქალაქში დაასწრა პირველად. და სამოსი ეს ძალიან კარგი კუნძული იყო, პელაზგური ტომებით დასახლებული და მან განათლება მიიღო პითაგორამ ეგვიპტეში 20 წელი ისწავლა, 5 წელიწადი ქურუმებთან და იმაში სიღრმეში იყო შეს. ბაბილონში და მან ეს პითაგორას თეორემა თუ რაც ცნობილია, როგორც ჩანს, მან გადამოიტანა როგორც მათემატიკური სისტემური სახით ისე მისტიურიც. ხო, ეზოთერული უпроსორე. კი ამბობთ იმასაც, მან ნახა ეს, რა თქმა უნდა, ბაბილონში და ეგვიპტეში გამოიყენებოდა, მაგრამ გამოყენებითი მათემატიკის თვალსაზრისით იყო ეს. ანუ გამოყენებითი მათემატიკა იყო მაშინ ადრე. მან მე თეორიული პოსტულატური სისტემის ჩანასახი, ანუ წმინდა მათემატიკური დასაწყისი იწყება, ანუ წმინდა მათემატიკა, რომელიც არის თეორია. ახლა მინდოდა პითაგორამ რიცხვებით მთელი სამყარო აღწერა. მისი სკოლიდან არის, ეხლა ჩვენ ჩანაწერები არ ვიცით, მაგრამ პითაგორიანთა სკოლა იყო. ეს სულის უკვდავება პითაგორას აქვს პირველად ნათქვამი და ეს ვიცით. ნეტარი ავგუსტენაც სწორედ მაგას ეყრდნობა. და პითაგორა ამბობს, რომ მათემატიკის გარეშე ღმერთის შეცნობა შეუძლებელია. უფრო მეტად საფუძველიც კი არის სამყაროს არსებობა. არისტოტელე ამბობს, რომ ღმერთს აქვს ხელში ღვთაებრივი მეცნიერება და ფსალმუნში წერია ასეთი სიტყვები, უგალობოთ ღმერთსა მეცნიერებით. აი ეს არის ჩვენი როლი ქართველების. და არა მარტო ის ჩვენი. ფუნქცია, არა, ეს განსაკუთრებით ჩვენია, ახლა გეტყვით რატომ. დეკასტერს აქვს ასეთი ნათქვამი. ქართველებმა განანათლეს მთელი სოფლიო და წარმოშვეს ბერძნული სიბრძნე. აი ახლა ამ სიტყვებს ზოგიერთმა ჩვენმა ქართველმა არასწორად შეხედა. დეკასტერი ხო არ იყო ქართველი კაცი, ის იყო მოვლენილი ერთი მღვდელი ვატიკანიდან, მაგრამ იმას უნდა აღეწერა საქართველოში ბევრი რამე და ცუდიც ბევრი აქვს აღწერი რაც ხდებოდა. ამიტომ ის კაცი ვერანაირად ვერ დაწერს ქართველების ესე იგი ამპარტავნობის ნიშანი გამოესახა. იმან აღწერა რაც იცოდა. რაც ნახა. აი ჩვენი ფუნქციას ჩვენ თუ არ დავბრუნდებით, ჩვენ ფუნქცია თუ არ გვექნება, უფუნქციო სცენარიც გადაშენდება. გავხრებით რა. აი ეს თვითყოფადობა, სუგენერისი რომელიც არის, აი ეს გვჭირდება ჩვენ სულიერების პარტნიორში. სეგმენტი არაფერი არ ასაჭირო. მაგრამ ფაზის აკადემია არის ეს უძველესი აკადემია, რომელზეც დგას შემდეგ გელათის აკადემია, რა თქმა უნდა, მოგვიანებით, შემდეგ იყალთოს აკადემია და დღევანდელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. უნდა იყოს ამ მემკვიდრობის გამზიარებელი. ესტაფეტა. 1951 წლიდან დაწყებული არაფერი არა. მაგრამ დიდმა ქართველმა აკადემიკოსებმა, ილია ვეგუამ, გიორგი ჩიტაიამ, სიმონ ყავჩიშვილმა, შალვა მირანაშვილმა და სხვებმა ბევრი ესია ფაზის აკადემიის აღდგენას ხარი დაუჭირეს და 1974 წლის 29 ივლისს ეს აღდგა. 74 ხო? 74 წელს. მას ერქვა ფაზისის სახალხო აკადემია. სახალხო იმიტომ რომ ხალხთან განათლების ამაღლება იყო საჭირო, სხვათა შორის მიხვდა კომუნისტები რომ ხალხთან თუ ნორმალური ურთიერთობა არ გქონდა, წარმოიდგინე ახლა კომუნისტები ხდებოდნენ ამას. მაშინ დღევანდელებს არ უნდა გავაგებინოთ ბატონო გია. კომუნისტები ხდებოდნენ ხალხს დაშორდნენ. ანუ ვიღაცა ზემოთ იდგა კაცი, რომელიც ამას ხედავდა და კომუნიკაცია რომ ხალხთან ჰქონდა, აი ეს გამოიყენეს ეს მარტო ფაზის აკადემია არა, გელათის აკადემია, ხალხოს აკადემია და აი ფაზის აკადემია დღეს ჩვენ მოქმედებთ, გვინდა გავხდეთ ის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოვიპოვოთ სახელმწიფოდან, ჩვენ IP ვართ, სახელმწიფომ CP უნდა მიანიჭოს, მას უნდა მიცეს ოფისიც. ეს არაფერი არ გააჩნია ჯერჯერობით. ფაზის აკადემიას ხელმძღვანელობდნენ მაღალი რანგის მეცნიერები, გიორგი ჩიტაია,
ილია ტაბაღუა აკადემიკოსები იყვნენ, პროფესორი იყო ილია ტაბაღუა, აკადემიკოსი იყო გიორგი ჩიტაია, აკადემიკოსი გახდათ ცოდნე მირცხულავა და პროფესორი ან დოქტორი ნუგზარ ნადარაია და ახლა მე ხელმძღვანელი. ნუგზარ ნადარაია მეორე პარლამენტში ვიყავით და ახლა ესე. ნუგზარ ძალიან კარგი ორგანიზატორი, შესაძლებელი ჰუმანისტი ადამიანი. მეორე კონსტიტუცია რომ მიიღო იმ პარლამენტში ვიყავით. რადგანაც ამ ადამიანებს გავლენა ჰქონდათ, ოფისის პრობლემა არ იყო. მაგალითად, ცოდნე მირცხულავას თავისი ჰიდროლოგიის ინსტიტუტი ჰქონდა და იქ ატარებდა. ახლა ბაზრის აკადემიას ეს ღირებულება უნდა ჰქონდეს. რადგანაც მარგარეტა ტეჩერი ამას ახსენებს. წარმოუდგენელი რაღაცა. ბატონოგია, კარგით რა ახლა ბოლო ამად გასაგონად ვამბობ, კაცორი. ჩელენტანო ახლა რა ასაკში არის ბლეფი კინო ყველას გახსოვთ. რა არის ეს ბლეფის თავარი? თუ გახსოვთ ახლა დიდ ფულზე რო არის ლაპარაკი, იმ რაღაც იმას რო შეისხიზიან, ნიბელუნგების ის არის ბლეფად მოტანილი და რა მილიარდებზე არის იქ ლაპარაკი და ეს ქალბატონი მაფიოზი გარისკავს და ამ ფულს გადაიხდის და მართალია მოატყუები, მაგრამ თავად ლეგენდა რო ამ დონეზე არსებობს და ნებისმიერი ადამიანის და სახელმწიფოს ეს ლეგენდაზე და დიად იდეებზეა ჩამოყალიბებული. არ არის ბაბაგიდის ლეგენდაზე აშენებული? ინგლისი. როგორ არ არის კაცო? აი გოეთეს გენიალური სიტყვებია. დიადი მიზნები თუნდაც აღუსრულებელი გაცილებით მეც აძლევს ადამიანს და სახელმწიფოს ვიდრე დაბალი და შესრულება. ვიღაც ვაჭრუკანას თუ მოიყვან და ვიღაცას რაღაც აიყვან, წამოიყვან რაღაც ბლეფობანას დაიწყებ, რეზულტატი შესაბამისი იქნება. დიდი არის, რასაც თქვენ ბრძანებთ, რასაც გაგრძელება, რაც უწერია და რაც უნდა წარმოაჩინო და შექმნა და გადასცე რა. ის მაინც ერთი ორი სიტყვით იმაზე მითხარით. პითაგორაზე. თუ არის ადგილსამყოფელი დამადასტურებელი პელაზგური ქართული ტომის წარმომადგენელი. და თქვენ უშუალოდ რა ნახეთ, ისეც გაგვიმხილეთ. 4 წყაროში წერია რომ ის პელაზგი წარმოშობით და მე გადასახდა იტალიაში და იქ დაარსა ფილოსოფიური მათემატიკური სკოლა. აი პელაზგი ეს რომ არის ქართული ტომები, ბერძნულ წყაროებში რომ ჩავიხედავთ, ყოველ შემთხვევაში ის კარგად წერია, თუ ბერძნულ წყაროებს არ ვკითხულობთ, აკაკი ურუშაძის წიგნი ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში 1964 წელსა გამოსული. წავიკითხო წიგნები. ეს საზოგადოება მე არ მინდა ქართველი ზოგადად წიგს არ კითხულობს ახლანდელი ბატონოგია რა მკითხულობს კი არა გასო ვერ ხედავთ რა დღე განათლების სისტემაც წარმოუდგენ ახლა განათლების სისტემა სადაც ილია ჭავჭავაძე ვინ არის გოგებაშვილი ვინ არის ეს არის და რაღაც რეფორმაბანას იწყებს საბავშვობახ ნუ საბავშვობახში უნდა გაგიშვა რა მაშინ ნუ იქნება რაღაცა იქ თქო უნდა გაუშვათ ეს ხალხი საბავშვობახში და იქნებ თავიდანვე გაიარონ ეს რაც გასავლელი აქვს მე მგონი თქვენც იგივე სურჩევთ ეს ღირებულება გვაქვს. ამ ღირებულებაზე უნდა აშენდეს მეცნიერება და განათლება. თუ ამ ღირებულებებს აი მაგალითად უფლის ეკლესია აშენებულია პეტრეზე. პეტრე არის კლდე, სალი. ჩვენ ნაზარაველი უწოდებს. ჩვენ უნდა გვაშენოთ მეცნიერება და განათლება ამ სალკლდეზე, რომელთაც ამაყობს ევროპა და ჩვენ არა. ჩვენ არაფერში არ ვერევი და არ ვიცით ეს საკითხები. სპეციალისტები არაჩვეულებრივი ყავს ქართველებს. ძველი ბერძნული სპეციალისტები. თავად კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტები ეს შესანიშნავად იციან, მაგრამ საზოგადო სკოლაში არაფერი არ ვიცით, ან უნივერსიტეტში ვისი ბრალია ეს? ანუ სისტემის არასწორი მართვა ეს. და საერთოდ როდესაც აი ამასეთ ფასეულობებზე, ესეთ მარადიულ ფასეულობებზე უარს ამბობ, ჩქმალავ რაღაც ამის შემდგომ ფსევდო იდეოლოგები წამოვა ყველა მიმართულებით რა. ეს ფსევდო ლიბერალური ფსევდო რაღაცა აურკვეველი ხევადალობას რო შეხედო ამათ ხო საერთოდ არაფერია. ეს ამბობს ასეთ სიტყვას, ძალიან გამოსადეგი სიტყვა. ვინ ამბობს? თემისტიოსი, ფაზის საკითხი. არ უნდა იამაყოთ ადგილით კი არა, არამედ უნდა იამაყო ოსტატით, ხელოვნით, მეცნიერით. ანუ თუ არის უნივერსიტეტში მეცნიერი, იმაზე უნდა იყოს სპეციალობა აწყობილი. აი ამას ამბობს თემისტიოს 355 წელს. მაგალითად ევროპულ ქვეყნებში არ არის სპეციალობა, იმიტომ არ არის პროფესორი მიმართულებით.
თუ ჩვენ და პროფესორი არის ამბობენ არ ხდება ამისი ესე პროფესორს სულ პროფესორს უნდა მიეწებოს ყველა შემდეგი ქვემოთ ასოცირებული პროფესორი ასისტენტ პროფესორი სტუდენტი დოქტორი რა თქმა უნდა თუ არ არის პროფესორი არ არის სპეციალობა აი ამას ამბობს თებისტიოს როდის 355 წელს არის და ამიტომ ურჩია მამამისმა ევგენიოსმა შენ კი არ უნდა ისწავლო ათენში ამას გულისხმობდა მამამისი არამედ იქ ისწავლო სადაც არის ოსტატი დახელოვნებული მეცნიერი რომელიც შენ გასწავლოს ასე არ უნდა იყოს ახლა მე ვისწავლო დაუშვათ ისეთ ინსტიტუტში სადაც პროფესიონალი არ იქნება რა აზრი აქვს დროს სამწუხარო დაირბინა ხშირად მოგიწვათ იმიტომ რომ ეს ამოუწურავეთ ჩვენ ესე შევეხეთ რა ამ თემაზე რაღაც საინფორმაციო უფრო თუ ანალიტიკა და სიღრმე და ეს სხვა გადაცემაში იყოს მინდა თქვენ ერთი ორი სიტყვით მიმართოთ აუდიტორიას და ახალი წელი მიულოცოთ და მე მეც და დავამთავროთ ქართველებს ვუსურვებ თავისი წარსულით შესაბამისად გააღდგეს გაცოცხლდეს რასაც ქრისტე ამბობდა ლაზარეს მიმართ გაითავისოს ეს თავისი სწორი ფუნქცია და დადგეს იმ სწორ გზაზე ღირებულ გზაზე და შექმნას ძლიერი სახელმწიფო ამას ვუსურვებ ქართველებს ალბათ მეც ასე რა ვიცი მე მინდა რომ ამოვიდეთ აი ამ ჭაობიდან დღეს რო ვიმყოფებით იმიტომ რომ ყველანი ერთი იმაში ვართ ეს შეუძლებელი იქნება ეროვნული თანხმობის იდეის გარეშე ჩვენ ამაზე უნდა შევთანხმდეთ აუცილებლად წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დაასრულებს და ეს გადაიყოლებს უფსკრულში და მე გაფრთხილებ თქვენ ნუ გააკეთებთ ამათ იმიტომ რომ ჩვენს უკან უდიადესი რაღაცეები დგას უდიადესი იდეოლოგია ისტორია მისტერიები და ასე შემდეგ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ მომავალი რასაც მომავალია ეს კონდეს ეს მარადიული ფასეულობის გარშე შეუძლებელი დღევანდელი გადაცემა სწორედ ამას მიეძღვნა მე უსურვებ ჩემ ეზრით ყველას თელ სამყაროსაც ადამიანის დანიშნულების სწორედ შეფასებისკენ მარადიული ფასეულობების აღქმისკენ და მის დასამკვიდრებლად რომ ყველაფერი გაიღოს რა იმედია ჩვენ ეს გამოგვივა ყოველ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მადლობა ბატონო გია გისურვებთ მომდამდე ახალ წელს საუკეთესოს და ყველას იგივე სულსურვებ აბსოლუტურად კარგად გზამდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე ბედნიერი ახალი წელი იცოცხლეთ